მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მათ შორის თქვენს მიერ დასმულ კითხვაშიც მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი გარკვეულია, ეს პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, დასრულებულია სამშენებლო ეტაპი პროექტის და ეხლა მიმდინარეობს დასკვნითი ეტაპი, აღჭურვის ეტაპი, ჩვენ უკვე გამოვლენილი გვყავს საერთაშორისო ტენდერის მიხედვით გამარჯვებული კომპანია, ეს არის ესპანური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ახალი ყარინარჩენების მართვის პროექტის აღჭურვას, იქ უნდა მოხდეს როგორც მექანიკური, აგრეთვე ბიოლოგიური დამუშავება ნარჩენების, აუცილებლად უნდა მოხდეს შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა და ეს პროექტიც უკვე ესეც მიმდინარეობს და აგრეთვე უნდა მოხდეს ბათუმში არსებული ძველი, ასე რომ ვთქვათ, ნაგავსაყრელის კონსერვაცია და ამაზეც ეს ესპანური კომპანია ახორციელებს დეტალური პროექტის დამუშავებას და ძალიან მალე უკვე ჩვენ გამოვაცხადებთ ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ტენდერები იქნება აღჭურვის ამ შესაბამის დანადგარებზე და აგრეთვე არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციაზე და შესაბამისად უკვე მიმდინარე წელს დაიწყება როგორც ექსპლუატაცია ახალი ყარინარჩენების მართვის პროექტის, აგრეთვე მიმდინარე წელს უკვე მომზადდება შესაბამისი დეტალური პროექტი და აგრეთვე გამოცხადდება და დაიწყება შესაბამისად ულტრათანამედროვე გზით კონსერვაცია არსებული ნაგავსაყრელის. ბატონ ჯაბა, შეგახსენოთ თუ გახსოვთ, როდის უნდა დასრულებულიყო და ექსპლუატაციაში როდის უნდა შესულიყო ნაგავსაყრელი. ახლაც კი ვერ აკონკრეტებთ იმ ვადას, რომლის შემდგომაც ეწოდინება უკვე რეგიონს, რომ აქვს ახალი ნაგავსაყრელი. ნაგავსაყრელი დასრულებულია, ექსპლუატაციაში შეყვანილია, ეხლა მიმდინარეობს აღჭურვის სამუშაოები, ანუ შესაბამისი მანქანა დანადგარების, ამის შესაბამისი ფინანსური რესურსის მოძიება ჩვენ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განსაკუთრებულად IBR-თან თანამშრომლობით გამოყოფილია შესაბამისი სესხი და აგრეთვე გრანტის კომპონენტი და მიმდინარეობს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მხოლოდ და მხოლოდ აღჭურვის სამუშაოები, სამშენებლო სამუშაოები და ობიექტის ექსპლუატაცია შეყვანა უკვე დასრულებულია. ბატონ ჯაბა, მანიპულირებთ ახლა თქვენ სიტყვებით, რამდენჯერმე გადავარდა ეს პროცესი და პირობას დებდით, რომ ექსპლუატაცია შევიდო და ზოგადად ნაგავსაყრელი დაიწყებდა ფუნქციონირებას. ბატონ ჯაბა, ბოლოს 2023 წელი იყო ვადა და ახლა არის 2025 წელი. თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გინდათ რომ გაიგონოთ. გეუბნებით, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში შეყვანილია. რატომ არა ფუნქციონირებს მაშინ ბატონ ჯაბა? იმიტომ რომ აღჭურვაზე მიმდინარეობს თქო გითხარით რომ დასრულდა მშენებლობა, ექსპლუატაციაში ობიექტი შესულია, გამართულია, მუშა ობიექტია და ჭირდება ახლა მანქანა დანადგარები, რათა მოხდეს უკვე ამ ობიექტის სრულ უკვე ამუშავება. გასაგებია, ძალიან კარგად მესმის ეს ტექნიკური დეტალები, თუმცა მე გეკითხებით იმას, როდის შეძლებს ოპერირებას, ექსპლუატაციაში შესვლას, ნაგავის მიღებას? კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ექსპლუატაციაში შესულია და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყებთ ამ ობიექტის ოპერირებას.